მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 7. სამბარაზე მიმაგრებული სხეული ასრულებს ჰორიზონტალური მიმართულებით თავისუფალ რხევას. რხევის მილება უგულებელყავით, სამბარაზე მიმაგრებული სხეულის მაქსიმალური კინეტიკური ენერგია 5 ჯოულია, ასევე 5 ჯოულია სამბარის მაქსიმალური პოტენციალური ენერგია. მოცემული გვაქვს, რომ პოტენციური, მაქსიმალური ტოლი არის 5 ჯოულის, აგრეთვე კინეტიკური ენერგია მაქსიმალური, აგრეთვე 5 ჯოულის ტოლია. და გვეკითხებიან, რის ტოლი არის სისტემის სრული მექანიკური ენერგია. სრული გვაინტერესებს. ხო, მოდით რა წარმოვიდგინოთ, დავხაზოთ სამბარა მიმაგრებული. ეს პირველ შემთხვევაში იყოს სამბარა, რომელზეც რაღაცა მასის სხეული გვაქვს მიმაგრებული. და მეორე შემთხვევაში ეს არის იგივე სამბარა, ოღონდ ნულოვან დონით ავირჩიოთ ეს დონე. ეს არის ნულოვანი დონე. ეხლა რა ხდება, როდესაც ეს არის მაქსიმალური გადახრა წონასწორობიდან, შესაბამისად ეს იქნება ამპლიტუდა. როდესაც ჩვენი სამბარა მაქსიმალურად არის გადახრილი, ამ დროს პოტენციური ენერგია აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელობას და ტოლი არის, როგორც პირობიდან გვითხრეს, 5 ჯოულის. თუმცა ამ მომენტში, როდესაც სისტემა, კერძოდ სამბარაზე მიმაგრებული მასის სხეული მაქსიმალურად არის გადახრილი წონასწორობის მდგომარეობიდან, ამ დროს მისი კინეტიკური ენერგია, კინეტიკური ტოლი არის 0-ის. ხოლო აქ კიდე პირიქით, გადახრამდე საწყის მომენტში კინეტიკური ენერგია იყო მაქსიმალური, ეს ტოლი იყო 5 ჯოულის, ხოლო პოტენციური ენერგია ამ დროს სისტემას ჰქონდა 0-ის ტოლი, 0 ჯოულის ტოლი. ხო, ეხლა როგორც ვიცით, სრული მექანიკური ენერგია, გითხრეს თან აქ, რომ რხევის მილება უგულებელყავითო და ამასთან სხეული წასრულებს ჰორიზონტალურ მიმართულებით თავისუფალ რხევას. ანუ ამით იმის თქმა უნდათ, რომ ენერგიის დანაკარგი არ აქვს და სრული მექანიკური ენერგია შესაბამისად გვენახება. ეს სრული ენერგია უდრის კონსტანტას მთლიანი პროცესის განმავლობაში. მეორე მხრივ, სრული მექანიკური ენერგია თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოლი არის კინეტიკურს პლუს პოტენციური. ეს ზოგადად, თუმცა სრული ენერგია სამართლიანი უნდა იყოს მოცემულობით, როცა პოტენციური ტოლი არის მაქსიმალური მნიშვნელობის. ამას კიდე ემატება ამ დროს კინეტიკური ენერგია, რომელიც 0-ის ტოლი არის. რომ აქედან გამოვდის, რომ სრული მექანიკური ენერგია ერთი მხრივ ტოლი არის პოტენციური მაქსიმალურის, რომელიც თავის მხრივ 5 ჯოულის ტოლია და მეორე მხრივ ეს სრული მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი უნდა შეგვისრულეს იმ დროსაც, როცა არა პოტენციური ენერგია არის მაქსიმალური, არამედ კინეტიკური ენერგია, კინეტიკური მაქსიმალური მნიშვნელობისაა. ამ დროს, როცა კინეტიკური ენერგია სხეულს აქვს მაქსიმალური, შესაბამისად მისი პოტენციური ენერგია 0-ის ტოლია და ემატება 0, ანუ გამოგვივა ამ შემთხვევაში, რომ კინეტიკური მაქსიმალური ტოლი გამოგვივა და ესეც 5 ჯოულის ტოლი არის. ანუ საბოლოოდ ჩვენ გამოვდის, რომ სრული მექანიკური ენერგია ერთი მხრივ ტოლი არის კინეტიკური მაქსიმალურის, ეს ტოლი არის პოტენციური მაქსიმალურის, ეს კი ტოლი არის 5 ჯოულის. ანუ პასუხი გამოდის, რომ არის D, არის ცვლება და 5 ჯოულის ტოლია სრული სისტემის სრული მექანიკური ენერგია. პასუხი D.